სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამა სახელწოდებით მომავლის თაობა საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქში განხორციელდება. პროექტის პრეზენტაცია დღეს იმერეთის რეგიონის 91 სკოლის პედაგოგისთვის მოეწყო. სამოქალაქო განათლების გაძლიერების მიზნით პედაგოგები გადამზადდებიან და მოხდება მათივე ხელმძღვანელობით უზრუნველყოფა. მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები. კურირებას იმერეთში კი განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი გაუწევს. სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში ნიშნავს, რომ აღიზარდონ სკოლის ასაკიდან უკვე აღიზარდონ ისეთი მოსწავლეები, ისეთი აქტიური ახალგაზრდები, რომლებიც აქტიურად იქნებიან ჩართული სამოქალაქო პროცესებში, ისინი იქნებიან ინფორმირებული მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, ექნებათ პასუხისმგებლობის გრძნობა და გააკეთებენ სასიკეთო საქმეებს მათი თემისთვის, ქალაქისთვის და ქვეყნისთვის. პროექტმა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა არა მხოლოდ პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის და მოსწავლეთა განვითარების კუთხით, არამედ შექმნა მნიშვნელოვანი რესურსები, რომელმაც ხელი შეუწყო სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესება სამიზნე სკოლებში და აგრეთვე შექმნა შესაძლებლობები მასწავლის პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ტიპის პროექტების მხარდაჭერა და დიდი მადლობა მინდა უთხრა კიდევ ერთხელ დონორს და ვისარგებლო ამ შემთხვევით. ეს ყველა პროექტები არის შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ ნამდვილად აქტიური, ანგარიშვალდებული და დემოკრატიული საზოგადოების მშენებელი ახალგაზრდები შევქმნათ და ჩამოვაყალიბოთ ჩვენს ქვეყანაში. სამოქალაქო განათლების სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეებში მაღალზნეობრივი მოქალაქეების ჩამოყალიბებას, მაღალი მოქალაქეობრივი სულისკვეთების მქონე ახალგაზრდების აღზრდას და ეს პროექტიც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საშუალებას აძლევს მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც კიდევ უფრო აიმაღლონ ამ კუთხით თავიანთი მუშაობა.